უნდა მივიდეს 5 წლის ბავშვი სკოლაში? ჩვენ შემთხვევა გქონდა ასეთ, როცა 5 წლის ბავშვები ვითომ არ ჩაგვირცხია კლასში, გვესწნენ კლასში. რა პირველი კლასი არის, აგერ დამოვიდა და 5 წლის ძმაც მოყვა მას. და მასავე დათავდა კი ბატონო, ჩვენს ექსპერტულ სკოლაში. გადავდივარ მეორე კლასში. ეს ბავშვი მოდის ჩვენთან. არ არის ჩარიცხული. მოდის, გადავდივარ მესამე კლასში და აღმოჩნდა ბავშვი მესამე კლასის დონეზეა. რა უქნეთ ხლა ამ კლასს, ამ ბავშვს. არის რაღაც ასეთი ფარული გზებიც, გამიგეთ, მაგრამ თუ ბავშვი 5 წლის ბავშვი ფიზიკურად ჯანმრთელია, გონევრად სრულფასოვანია, არადა შეუძლია სოციალურ ურთიერთობაში რაღაცა იარსებოს, ეს უნდა კლასში დაისვას. და დაისვას. ჩვენთან კანონმდებლობით ახლა აკრძალულია თუ 6 წლის არ არის. არ გადაიტვირთოს კლასები, ფინანსური ხარჯები მოხვება ამას კიდევ არა, იმიტომ რომ ყველა ბავშვს თავისი ფული მიხვება თან. ამის განმარტება ასეთი იყო უკაცრავად, რომ რაღაცა რიცხვი უნდა არსებობდეს, სადამდეც დაბადებული ბავშვების მიღება იქნება შესაძლებელი და ეს სექტემბერში განისაზღვრა ეს რიცხვი და თუ მე ხდებოდა 6 წლის აღარ იღებდნენ. კინკლაძე იყო ასეთი მინისტრი განათლებისა და 6 წლიანი ბავშვები ჩვენი ინიციატივით შევიდნენ სკოლაში. მაგრამ ამან რა კანონი მიიღო, იცით? 6 წლიანი ბავშვი როგორ განსაზღვრო ზუსტად 6 წლიანიაო. ამიტომ ვისაც კი ამ წელიწადს უსრულდება 6 წელი ისინი ყველა ირიცხებოდა 5 წლისა და თქვა 8 თვის ბავშვი.